კონჭკაცი 12-თან ერთად მერიის თემში შემავალი სოფელია. რაც უნდა უცნაური იყოს, საუბარს აქ ყველაზე საშიში გარეული ცხოველით გელით იწყებენ. როგორც აღმოჩნდა, ამ მიზეზის გამო მსხვილფეხა პირუტყვი უკვე ბევრმა ოჯახმა დაკარგა. Podobile სკოლები და ახლო ხანში ახლა ერიგვის წინ ორი ძროხა შეჯამა მაგეთ ძროხა და რაცა მოგვაქციოს რაიონმა ყურადღება და ნება მიცეს ახალგაზრდა გავალ და მოკლათ დაუწყვეტს ამ მსკოლებს და ლახამდგმარობა რთული მდგმარობა დიდი ხანია დაახლოებით 3-4 წელი მეტი თუ არა შემოტევა გვაქვს და დაზარალებულია სოფელი მამხრებ ძალიან დიდი ზიანი მოაქვს პრობლემაა გზაც, რომლის მოასფალტებას თუ არა მოხრეშვას მაინც ითხოვენ კონჭკათელები. გზაიც გაფუჭებული გვაქვს კონჭკათის მიმართულებით და აცხა მეიხრეშოს და თუ რამე არის გააკეთოს ასფალტი და მთელი ახალგაზრდები დავდგებით და მოეხმარებით. პრობლემა სოფლის არის გზა. ამაზე ვარესი გზა მე არ ვიცი რომელიმე სოფელს თუ აქვს. სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს წყალი, უფრო სწორად კი უწყლობა. ეს პრობლემა კონჭკათისა და გოგორეთისთვის საერთოა და სოფლის ცხოვრებაში ბევრ დაბრკოლებას იწვევს. ყველაზე დიდი პრობლემა ჩემთვის რაცა აგია წყალი, იმიტომ ახალგაზრდა ხალი ვარ, ბავშვები მყავს და უწყლოდ ძალიან ძნელია. რომელი საუკუნეა რომ წყალი არ იყოს. წყალი საერთოდ რამ კომუნისტების მერე წყალი არ ქონია ერთი წვეთი საერთოდ. ხო, და წყალის გაკეთება და გზა ეს არის სოფლის თავარი საქმე, მთლიანი სოფლის საქმე. მაშინ როცა მატერიალური პრობლემები ბევრია, რთულია სასოფლო-სამეურნეო ხარჯების გაწევაც. მაშინ როცა შხამ ქიმიკატების ღირებულება მაღალია, არადა ის ყველა კულტურას ესაჭიროება. რო სასუქი ნამედარი ძვირია 54 ლარზე ასულა სასუქი და გლეხი ვერ შეძლებს. კაია ჩვენ თესავთ ახლა 38 ლარში 11 დროს, მაგრამ იმას სასუქით არ იქნება მიწა. ჩვენ დამშავიანი მიწები და სასუქით 12 არაფერი არ მოდის. 30 ლარიანი ვაუჩერები თუ ვიზამთ რამეს, აბატონო აგერვათ. საყოველთაო უმუშევრობის ფონზე იუმორს მაინც არ კარგავენ და პენსიონერებს მდიდარ ადამიანთა რიცხვში მოიხსენიებენ. ალბათ 2%-ი საცხ. თუ მუშაობს მეტი არცან არც ერთი არ. კიდევ გაი ერთი გვაქვს. იგივე მოხუცებულება უხარია ხალხს რომ მოხუცებულებაში შედის პენსიას ღებულებენ აია პენსიონერებია დღე მდიდარი რა. ისევე როგორც გოგორეთისთვის კონჭკაცისთვისაც პრობლემაა საბავშვო ბაღის არქონა. ბაღი გვინდა. პატარები უყრავს. განვითარება უნდა ბავშვს სკოლაში შედის, ყველაფერს ასწავლიან ბაღში და ახლა სოფლის ბავშვებს ძალიან უჭირს ახლა ლექსი და მახსოვრება და ათლამფერი ახლა სოფლის ქალებს ჩვენ არ გვცალია ბავშვებს დაუჯდეთ და ვამეცადინო და არც დაგვიჯერებს ახლა იმ სადაც რომ ბაღში მეტი ყურადღება ხანე ახლა სოფელში თხინვალს აქვს ბაილეთს აქვს მაგრამ ამის შორეზე რით უნდა ვატაროთ მეტი არა გამომდინარე იქიდან რომ საბავშვო ბაღი მერიის თემში საერთოდ არ ფუნქციონირებს თუ ყველა სოფელში არა მთელს თემში ერთი ბაღის გახსნაზე ალბათ აუცილებლად უნდა იფიქრონ შესაბამისმა სტრუქტურებმა